მშვიდობის ახალი დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მარიამ ბარათაშვილთან და იასე ცინცაძესთან ერთად. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი კი უახლოეს დღეებში საგრანტო კონკურსის გამოცხადებას გეგმავს. ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟელიანი და მისი მოადგილე მურმან პატარაია არიან ჩვენი სტუმრები. ძალიან საინტერესო ინიციატივა ხმაურდება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ. პირველ რიგში შეიძლება ასე ვთქვათ, რას მოიცავს ეს პროექტი? კი ბატონო, პირველ რიგში დილა მშვიდობისა მე ვესალმები სრულიად საქართველოს. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უწყებას შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. საგრანტო კონკურსი აღნიშნეთ და ერთ კოლექტირებას შევიტანდი თებერვალამდე ჯერ არ ცხადდება უბრალოდ ჩვენ დამოუკიდებლად ინიციატივებს ავახორციელებთ და უახლოს მომავალში რა თქმა უნდა თებერვალში საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება საგრანტო კონკურსის შესახებ. ფონდის მიზანი არის ახალგაზრდული ორგანიზაციების, ახალგაზრდული კავშირების წახალისება და ამ კუთხით ჩვენ დავსახეთ პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდულ ორგანიზაციას შემოიტანოს პროექტი სათათბირო განიხილავს და შესაბამისად ეს ორგანიზაციას შეუძლია შემოიტანოს და არა დაუშვათ რომ სტუდენტს ან სპორტის მოსწავლეს. თქვენ თქვით ორგანიზაცია, სტუდენტური ორგანიზაცია უნდა იყოს აუცილებლად თუ დამოუკიდებლად ერთ სტუდენტსაც აქვს ამის? შესაძლებელია ბავშვთა კავშირი იყოს ან ახალგაზრდული არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სტუდენტი მოსწავლე უნდა შემოიტანოს რაღაც ეთქო. ჯერჯერობით არ მომიფიქრებია. სიამოვნებით. მე ვერ გამოგადგებო აღარ განხორციელებული პროექტებიდან რომელია განსაკუთრებული, რომელთაც ასე ვთქვათ, შეგიძლიათ იამაყოთ. ჩვენ ეხა ხან შევუდექით უფლებამოსილებას და ჩვენს ორგანიზაციას, აი ჩვენი ორგანიზაცია ჯერჯერობით. კი ბატონო, გასულ წელს გამოყოთი ალბათ იდეა პლუს, რომელიც ემსახურებოდა პრაქტიკული უნარჩვევების ამაღლებას, პროექტი როგორ უნდა დაიწეროს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ტრენინგები უტარდებოდა და ასე შემდგომ. ამ ეტაპისთვის ჩვენ ამთვის განმავლობაში და მენეჯმენტის საკითხებით იყავით დაკავებული, თუმცა განვახორციელებთ დამოუკიდებელი ინიციატივები. კერძოდ საჯარო ბიბლიოთეკამ გამოგვიყო 400 წიგნი და ბავშვთა სახლს გადავიცით ბიბლიოთეკა მოუწყეთ. ამავე დროს დავეხმარეთ რეგიონში კარალეთში ახალგაზრდებს და მათაც ლიტერატურული კლუბი გააჩნიათ და გადავიცით წიგნები და ამ ახალგაზრდებს ელემენტარული ყურადღება არის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვინ არიან დონორები ძირითადად დაფინანსება საიდან ხდება ეს სახელმწიფოდან თუ არსებობს სხვადასხვა თვითონ ისეთი ორგანიზაციები საერთაშორისო? კი ბატონო, ანუ თვითონ ბიუჯეტის ბალანსზე არის ეს ფონდი, მოგეხსენებათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია, შესაბამისად 1 მილიონი ლარი გამოყოფილია იმისთვის, რომ დაფინანსდეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. კი ბატონო, მაგრამ თითო ორგანიზაციისთვის დაახლოებით რამდენი? ესე განსაზღვრული არ არის. დაახლოებით წლის განმავლობაში როგორც წესი ცხადდებოდა 4 საგრანტო კონკურსი, მაგალითად შარშან 78 პროექტი ხო ირაკლი დაფინანსდა 4 საგრანტო კონკურსის პარგლებში. როგორი პროექტები იყო ეს? რა ტიპის პროექტები? იდეა პლუსზე ირაკლი მისაუბრა, მაგალითად კიდევ ერთი პროექტი შემიძლია გავიხსენო, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, ასე ვთქვათ, წახალისება, მათი რესოციალიზაცია. დაიჭირე შემითევზი ლოპოტა, ესეთი ლოპოტა 2012 ესეთი პროექტი იყო, საკმაოდ ასე ვთქვათ ნორმალური. ეს მიზნად ისახავდა იმას, რომ ანუ იგივე თუ როგორ უნდა იარსებონ, როგორ უნდა განიცადონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა ადაპტაცია და ასე ვთქვათ მოერგონ ამ არსებულ საზოგადოებას და შემდგომ ასე ვთქვათ თევზის ჭერაში იყო ასე ვთქვათ შეჯიბრება. იყო გამოყოფდი ასევე კარალეთი ახსენა ირაკლიმ 14 წლის ბავშვმა შემოიტანა ასე ვთქვათ ინიციატივა იდეა პლუსის პარგლებში კარალეთიდან, მით უმეტეს იცით რომ საზღვრის პირობითი საზღვრისპირა სოფელია, ძალიან მძიმე რეგიონია, რა თქმა უნდა, გეთანხმები და 14 წლის ბავშვს ჰქონდა იდეა რომ შეექმნა ლიტერატურული კლუბი, ახალგაზრდული ლიტერატურული კლუბი, ფონდის ფარგლებში მოეწყო ასე ვთქვათ ეს კლუბი, აღიჭურვა მინიმალური ბიბლიოთეკით, რაღაც საოფისე სახსრებით, ჩვენ როგორც კი შეუდექით უფლებამოსილებას, უკვე უფრო გავუმდიდრეთ ეს ბიბლიოთეკა, ჩაუყვანეთ ახალგაზრდა პოეტები, მწერლები. ასე ის პროექტი როცა ფუძდება მე ზედმეტ. რა თქმა უნდა, ვითარდება და ეს არის მნიშვნელოვანი და ერთ დავამატებდი. რადი განვითარების პრინციპი? ერთ დავამატებდი კიდე, ანუ მას შემდეგ რაც ირაკლი და მე შეუდექით უფლებამოსილებას, ჩვენი პრიორიტეტია ამოდროულად, რომ ძალიან ასე ვთქვათ კარგად
ძლიერად ვიმუშაოთ ერთი მიმართულებით, რასაც ქვია გრანტების მოძიება, გრანტების უზრუნველყოფა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან, როგორიც არის ევროკავშირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უკვე მათი გადანაწილება შემდგომ. წელს რამდენი პროექტის დაფინანსებას გეგმოთ და რა იქნება პრიორიტეტული თემები? ნუ სავარაუდოდ ალბათ 70-ზე მეტი პროექტი დაფინანსდება, ეს დამოკიდებულია რამდენად ძელოდიან. 1 მილიონი ლარი აქვს 70 პროექტს. რა თქმა უნდა, ყოვლის მოცველი არ არის 1 მილიონი ლარი, თუმცა ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, შესაძლებელია გრანტების მოძიება და ეს რესურსი გაიზარდოს, თუმცა ეს მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ეს ფინანსდება პირველ რიგში სახელმწიფოსგან და ვეცდებით მაქსიმალურად მიზნობრივად გადავანაწილოთ სხვადასხვა ახალგაზრდა ორგანიზაციაზე, რაც შეეხება პრიორიტეტებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ შემოიტანო პროექტი, ეს არის თუნდაც მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების წახალისება და ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება. ამავე დროს მიგვაჩნია სწორად, რომ საჯარო სკოლების თვითმმართველობის პოპულარიზაციის ცნება უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში და ამ კუთხიდან შეგიძლიათ ახალგაზრდებს შემოიტანოთ პროექტები და ასევე მნიშვნელოვანია იგივე ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი უმცირესობები, ბავშვთა უფლებები და თუნდაც ახალგაზრდული მედიის განვითარება, რომელიც ძალიან მწვავე საკითხია. რა პრინციპით ხდება შერჩევა, რამდენად დამოუკიდებელია ეს სტრუქტურა? აი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ასთვის დიდი წარსულში, შორო წარსულში კონდა ეგეთი შემთხვევებიც, რომ კი ბატონო, ცოტა იყოს ლაბაზნობრივად არ მიდიოდა ეგეთი. ზუსტად ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ყურადღების მიქცევა არის სწორი შეკითხვა. ჩვენ ახლა ამ პრიორიტეტების ფარგლებში გამოვაცხადეთ საუნივერსიტეტო კვირეული, რომელიც გულისხმობს იმას, დღეს მათ შორის გორში ან რეგიონებში გორის უნივერსიტეტში და თელავის უნივერსიტეტში გვაქვს სტუდენტებთან შეხვედრა. დავიწყეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით და როგორც თბილისში არსებულ უნივერსიტეტებს მოვიცავთ, ასევე რეგიონის უნივერსიტეტებსაც, რასაც გავწოდებით ამ წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ პრეზენტაციას უკეთებთ ფონდის ასე ვთქვათ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და სამომავლო პრიორიტეტებს ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ერთად გავდივართ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ირაკლის, არც მურმანის პრიორიტეტი, ეს უნდა იყოს ახალგაზრდობის პრიორიტეტი, იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან ბენეფიციარები და მათთან ერთად განვიხილავთ ამ პროექტებს. მათ შორის პრიორიტეტებს ანუ რომელი არის შესაბამისი და რა საჭიროება არის ეხლა რა ჭირდებათ რეალურად ახალგაზრდებს. თქვენ ამ პროექტებს უბრალოდ აფინანსებთ თუ ეხმარებით კიდეც განხორციელებაში? იმის გარდა რომ თანხით ეხმარებით რასაკვირველია. რა თქმა უნდა ეს ფონდის ფუნქცია უშუალოდ დონორის ფუნქცია. 14 წლის ბავშვს ალბათ არ შეუძლია თავად გააკეთოს ყველაფერი, ხო? და ვიღაცას დახმარება ჭირდება და მოგვართავს თქვენ. მონიტორინგს რა თქმა უნდა უწევს ბავშვთა ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, თუმცა ამ ეტაპისთვის ფონდი ძირითადად დონორის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ჩვენი აზრით მოითხოვს ფონდი ფუნქციის გააზრებას, კერძოდ ეს არ უნდა იყოს მარტო ჩაკეტილი სივრცე და იდეების გამდარი, არამედ უნდა იქცეს იდეების გენერატორად და ამ კუთხით მოიძიოს თუნდაც გრანტები, დაეხმაროს ახალგაზრდა ორგანიზაციებს და მაქსიმალურად მოიზიდოს ეს შეიძლება მოკლედ რო ვთქვათ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. რა პროცედურები უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ და ამ ეტაპისთვის უმოკლესვადა შეიქმნება კომისია სათათბიროში, ჯერჯერობით არსებობს რეესტრში რეგისტრაციის წესი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს არის დამატებითი ბარიერი ახალგაზრდებისთვის, ეს გაუქმდება. და ფონდი G-ზე შეგიძლიათ შეგრძნოთ და ყველა ეს პროცედურა, ეს დოკუმენტაცია. ფონდი G. დიახ, საჭიროა. იქ ნახავთ თვალყური ადევნოს ჩვენი რჩევა იქნება და თებერვლისთვის, ესე ვთქვათ, სათყოფნაში იყოთ ახალგაზრდები, რომ მაქსიმალურად დროულად შემოეტანოთ პროექტი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ. მადლობა თქვენ. ჩვენი სტუმრები იყვნენ ახალგაზრდა ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და მისი მოადგილე მურმან პატარაია. მადლობა. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.